მოგესალმებით, ძირფასო მაყურებლებო და მსვენელებო. ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემათა ციკლს საქართველოს უახლესი ისტორია. ნება მიბოძეთ დღეს გაგაცნოთ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატების ირინე ჯერჯერობით ირინე ტალიაშვილის, შემდეგ ბატონი ვახტანგ საგარეიშვილის წერილები იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რაც ხდებოდა საქართველოში 1991 და მის შემდგომ პერიოდებში. და როგორ ეპყრობოდნენ საერთოდ საქართველოს რესპუბლიკის კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რა ზომებს მიმართავდნენ, რა არადამიანური მეთოდებით უსწორდებოდნენ მათ და აქედან გამომდინარე და ეს ძალიან თავშეკავებული წერილებია, გამომდინარე იქედან, რომ მაქსიმალურად ცდილობენ, რომ თავიანთი პიროვნული ღირსება შეინარჩუნონ, მაგრამ პიროვნული ღირსების შენარჩუნება არ უნდა მოხდეს ჯალათებისა და ყაჩაღების დაფარვის, მათი ქმედების დაფარვის ხარჯზე. მწინარის ყოვლისა ეს გახსნათ გაზეთი დრონი 1992 წელი 31 ივლისი რომ გამოუცხადო პროტესტი. გაზეთ დრონის 17 ივლისის ნომერში გამოქვეყნდა წერილი დაიჭირეს, დახვრიტეს, აწამეს. მაშინ სხვა ამბებთან ერთად ისიც იყო აღნიშნული, რომ ირინე ტალიაშვილი, რომელიც იანვრის ამბების შემდეგ მცირე ხნით დააკავეს, მალე გაათავისუფლეს, მაგრამ არ წავიდა და ძალით წაიყვანეს სახლში. ბევრმა განაცხადა ჭალებში საქართველოს გენერალურმა პროკურორმა სახელმწიფო საბჭოს ხდომაზე ჭალებში ესეც და ჩვენ მისი ნათქვამი შევიტანეთ აღნიშნულ მასალაში, რომელშიც სწორედ ამ ხდომაზე იყო საუბარი. მალე მივიღეთ ქალბატონი ირინეს ღია წერილი, სადაც ავტორი აშკარა უკმაყოფილებას გამოთქვავს აღნიშნულის განცხადებასთან დაკავშირებით. ამასთან წერილში იგი საკმაოდ ვრცლად საუბრობს იმ სავარაუდო მიზეზებზე, რომლებმაც მისი აზრი ამ განცხადების ამისი აზრით ამ განცხადების დაბეჭდა გამოიწვია, გვიზიარებს თავის აზრებს დემოკრატიაზე და ასე შემდეგ. ბოლოს კი გამოთქვას ასეთ სურვილს მოკლედ და მთელი სერიოზულობით მინდა მოგითხროთ იმაზე, თუ როგორ მოვხდი იზოლატორის კედლებში, ჭალებში, სახლში, ძალით წაყვანილი ქალი, ჭალები დახურულია. გთავაზობთ ამ მონათხრობს, რომელიც კონკრეტულად ჩვენს მიერ ორიოდე ფრაზით გამომცემულ ამბავს შეხება. ეს ორიოდე ფრაზით ნამდვილად არ იყო, ამან დიდი ცენზურა გაიარა, ვინაიდან დრონის ხელმძღვანელობა ჭალებში ხელმძღვანელობა ესენი პუჩისტები იყვნენ და იძულებული შეიქნენ, ვინაიდან თემო სოფლემ გაიგო თუ რათაში იაყენებდნენ კანონიერი ხელისუფლების დეპუტატებს, არჩეულ დეპუტატებს, ხალხის მიარჩეულ დეპუტატებს დამხობის შემდგომ როგორ დაძდებდნენ და თუ რა მდგომარეობაში აგდებდნენ, აგერ ნაწილობრივ მაინც გაგაცნობ თუ შესაძლებლობა არ აქვს ხანა რომ ობიექტურად მოვისმინოთ ქალბატონი ირინეს ამბავი, რაც მას თავს გადახდა. მრავალი წერტილი და ასე იწყება. აი ეს ამბავიც 6 იანვრის გამთენიისას მეტეხის ხიდთან მოპიკეტებმა ტყილით დაცხრეს ის ავტობუსი, რომელშიც მე ვიჯექი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად. თვისნებით გადარჩენილნი იქვე ახლო მდებარე ეზოს შევეფარეთ. დილით მე ნემო ბუჯულაძე და ტარიელ გალანტია შეიარაღებულმა ახალგაზრდებმა დაგვატყვევეს. წაგვიყვანეს მეცნიერებათა აკადემიის შენობაში. მეცნიერებათა აკადემიის შენობაში დაბანაკებული იყო ჯავა იოსელიანი. იმელი შენობაში კიტოვანი და სიგუაი გაიყოს შენობები, ისეთი ფუნდამენტალური და კაპიტალური კარგი შენობები დაიკავეს მათ და ასე რომ უზენაესი საბჭო იავარქმნილი იყო, ასევე მინისტრთა საბჭოს შენობას იავარქმნილი იყო, მათ ორადევრი შენობა დაიტოვეს საკუთარი იმ მიზნით, რომ თუ გამარჯვებით ჭალებში გამარჯვება, ამას გამარჯვება არ ქვია, ამას ქვია ყაჩაღობა და ბანდიტიზმი. ამ შემთხვევაში ისინი დაბანაკდებოდნენ და აი სწორედ მოხდა იქ, სადაც ახლა მე თქვენ მოგახსენებთ მეცნიერებათა აკადემიის წევრები რას აკეთებდნენ, მე ძალიან მაინტერესებს, რატომ არ იყვნენ სამსახურში იმ პერიოდში, სად იმალებოდნენ და მეცნიერებათა აკადემიის წევრები კი არ არიან ისინი და აკადემიკოსები და მეცნიერები კი არ არიან ისინი არიან მე ასე ვიტყოდი, არც მეცნიერები, არც მოქალაქეები, ისინი რომლებიც
რომლებიც სიმართლეს გაურბიან, ისინი მართლები არც მეცნიერებაში არიან და არაფერში არ არიან საერთოდ. ესენი არ არიან არ მიეკუთვნებიან მეცნიერების იმ ჯგუფს, რომლებიც ღიად ამხელდნენ ყველაფერს და სწორედ აი ამას მიაღწიეს იმ გზით, რომ შევარდნაძემ და იმ ბანდებმა, რომლებიც კომუნისტური ხელისუფლების პერიოდში გაამეცნიერეს მეგობრებით იმის საზღაურად, რომ ისინი იქნებოდნენ მოკავშირე იმ ბინძური მიმართულებისა და პოლიტიკისა, რომელიც საერთოდ საქართველოში და საბჭოთა კავშირში იყო და მით უფრო გამძაფრებული საქართველოში და აქედან გამომდინარე ის ბჭყალებში ის მეცნიერები არიან, რომლებიც შეიმალნენ სოროებში, თორემ მათ რომ ხმა მოეღოთ და სოროებში არ ყოფილიყენ შემალული და ჯაბა იოსელიანს ყაჩაღს და ბანდიტს როგორ უნდა დაუთმო შენ ის შენობა, რომელშიც შენ გაქვს სრული უფლება რომ ჩაკეტო და შენი სამუშაო სახლი, შენი სამუშაო დაწესებულება მთელმა მსოფლიო მიცის, რაც სადაც არის და ამ დროს ჯაბა იოსელიანი თავისი ჯიბგირებით და ბანდებით, მკვლელებით, მხედრიონებით და მათი მეკავშირეებით არის გადავსებული. მე ამასთან დაკავშირებით უკვე წაგიკითხეთ, რომ ჯაბა იოსელიანს სად აკითხავდნენ, მას თავის ეგრეთ წოდებულ წიგნში სამგანზომილებაშიც შესანიშნავად აქვს იქ მინიშნებული და პირდაპირ ჩამონათვალი იმ ხალხისა, რომლებიც მას მეცნიერებათა აკადემიაში ეწობა, კრიმინალების მეცნიერებათა აკადემია გაიხსნა და სწორედ იმიტომ შეაფარა თავი. ყოველ შემთხვევაში ფაქტი ჯიუტია და მე იმ მეცნიერებს მეცნიერებად არ ვთვლი და არც ჩავთვლი არასოდეს. ნემო ბრძოლად ტარიელ გელანტიაში არაღებული ახალგაზრდებმა დაგვატყევეს წაგვიყვანეს მეცნიერებათა აკადემიის შენობაში შტაბში დახვდა თვალებ ჩალურჯებული მერაბ კიკნაძე, ესეც უზენაესი საბჭოს დეპუტატი გახლდათ, მე ახლაც არ ვიცი ის იქ საიდან მოხდა, სხვადასხვა პარტიების, საზოგადოების, ინტელიგენციის წარმომადგენლები ერთად შტაბში იმყოფებოდნენ, მათთან ერთად შტაბში იმყოფებოდა ასევე ვახტანგ რაზმაძეც, ეს ჯიბგირთ უფროსი, ყაჩაღების ბანდის მეთაური, რომელმაც არა მხოლოდ კორუფციით გაითქვა სახელი, არამედ თავისი უკანონო ეგრეთ წოდებული კოდექსებით, როგორც აინტერესებდა იმ პირადი კოდექსი ჰქონდა მას, სისხლისა თუ სამოქალაქო კოდექსი და იმ კოდექსს მიუყენებდა, რომელიც მას დიდ შემოსავალს მოუტანდა და აი ესეთი გამყიდველებისა და მოღალატეების ბანდა იყო იქ შეკრებილი. ხელი ჩამოგვართვა მან ხელწერილიც მოითხოვა, რომ გამოძიების დამთავრებამდე არ გავიდოდით ქალაქიდან. შემდეგ გამოგეთხოვა და გვითხრა, რომ თავისუფლები ვართ და მეორე დღეს ჩვენების მისაცემად უნდა გამოცხადებულიყავით პროკურატურაში. ეს იყო და ეს მე ის აღარ მინახავს. შემდეგ ტელეჟურნალისტებმა სასწრაფოდ სენსაციური ბჭყალებში ტელეინტერვიუ ჩამოგვართეს. მერე კვლავ მოვიდნენ შეიარაღებული ახალგაზრდები და მე ნემო ბურჭულაძე, მერაბ კიკნაძე, ტარიელ გალანტია მანქანით წაგვიყვანეს იზოლატორში. რატომაც მეგონა რომ ჩვენი სიცოცხლის უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ და სახლში მივყავდით, მაგრამ შემდეგ სხვანაირად გაირკვა იზოლატორში სათანადო წესების დაცვით. ჩაგვიტარდა პროცედურა, ჩამოგვართეს ჩვენება, ჩამობარებინეს ჩანთა, ჩემი მხრიდან ყოველგვარი წინააღმდეგობის გაუწევლად წამიყვანეს საკანში, ერთხელ კი ამოვილუღლუღე, რომ რაზმაძემ გაგვათავისუფლა, მაგრამ ამ განმარტებას აზრი არ ჰქონდა. მოგვექცენ ისე, როგორც ომის დროს ექცევიან ტყვეებს, მეს შევიფერი, აბა რა უნდა მექნა, ვის გაუძალიანდებოდი. როდესაც ტელევიზიით ვნახეს, მაგრამ სახლში აღარ მივედი, ბუნებრივია ოჯახის წევრები შეწუხდნენ, დამიწყეს ძებნა, მეძებდნენ ნაცნობები, მეგობრები, მეძებდნენ მეცნიერებათა აკადემიაში, სახალხო ფრონტის შტაბის საშუალებითაც, დარეკეს ტელერადიო დეპარტამენტში, ზოგან თანაგრძნობით ხვდებოდნენ, ზოგან ლანძღვაგინებით, მაგრამ ეს განსაგებია, მაინც ჟურნალისტებისა და სახალხო ფრონტის შტაბის ძალებში დამსახურება არის, რომ ჩემიანებმა მომაგნეს, სადაც იმყოფებოდით. მე მითხრეს, რომ ზოგიერთ ბჭყალებში პასუხისმგებელ პირს ბჭყალები დახურდა, გაუკვირდა კიდეც ჩემ იზოლატორში ყოფნა. ალბათ
ჩემთვის გაურკვეველი მიზეზების გამო 6 იანვარი მთელი დღე საკანში გავატარე ასევე 7 იანვარით საღამოთი ამიყვანეს პროკურორთან პროკურორთან თანაგრძნობით შემხვდა გამესაუბრა მითხა თავისუფალი ხარო მაგრამ დღეს რაღა გვიან და ხვალ გაგიშოვდო კი ბატონო მეთი ამჯერადაც ჩამიყვანეს საკანში მესამე დღესაც იზოლატორში ვიყავი საღამოთი ისევ ამიყვანეს პროკურორთან ლიფტთან რომ გამოვედი დავინახე ჩემი ოჯახის წევრები და ახლობლები მეგობარი ტელეჟურნალისტის შევედი პროკურორის კაბინეტში აქ დამხვდა ტელეჟურნალისტი და ოპერატორი მათ ჩამომართეს ინტერვიუ ფრჩილები გახსნილია ეს უკვე იხილა მაყურებელმა ფრჩილები დახურულია ახლა საჭირო გახდა ჩამორთმეული ხელჩანთის დაბრუნდება ბადაგის თანხლებით კვლავ ჩავედი სარდაფში სადაც საკრებია განლაგებული ახ მოხდა კურიოზი მორიგე პოლიციელები გაჯიუდნენ ჩვენ შენი განთავისუფლების ნებართვა არ მიგვიღია და ხელჩანთას ვერ მოგცემთო აი მაშინ კი მიმტუნეს ნერვებმა და ავტირდი რკინის კარები დაიკეტა მილიციელმა საკნისაკენ წამიყვანა მიშველეთო ისე მაპატიმრებენ მეთქი შევძახე რკინის კარს აქეთ დარჩენილ ახლობლებს ახლავე პროკურორთან ადით მეთქით ეს ჩემიანები ავიდნენ ზევით მაგრამ პროკურორს უთხრეს შემგან რა გინდათ მე გავათავისუფლე და ჩამორბიან ისევ ქვევით მორიგეები ეუბნებიან ჩვენ პროკურორის ბრძანებას არ ვემორჩილებითო ერთი სიტყვით ბევრი რომ არ გავაგრძელო ფრჩილები გახსნილი ახლაც სევდასა და შიშმგურის ამამბის გახსენება ფრჩილები დახურულია როგორც იქნა მოიძებნა ადამიანი რომელსაც უნდა გაეცა განთავისუფლების ბრძანება როგორც იქნა გამიხეს საკნის კარი როგორც იქნა დამიბრუნეს ხელშანჩანთა და გამოვადი კისრის ტეხით გარეთ ჩემს თავზე კიდევ რაიმე კურიოზი არ დატრიალდეს მეთქი აბა ახლა მე თქვენ გეკითხებით ამამბის შემდეგ ვგავარ სახლში ძალით წაყვანილ ქალს ან რატომ უნდა დამჭირებოდა სახლში ძალით წაყვანა შეიძლება ამ ინფორმაციის საფუძვლად დაედოს ის რომ პირველ ინტერვიუში განვაცხადე ვიცოდი მაპატიმრებდნენ მაგრამ არ დავმალურვალ მეთქი ამით იმის თქვა მინდოდა რომ მე როგორც კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენელი პასუხისმგებლობას გრძნობდი დახვილი სისხლის წინაშე სხვებისაგან განსხვავებით მე ძალზე კარგად მოსწოდა და მესმის რომ ბრძოლის ველზე ვიყავი და როდესაც იქიდან გესვრიან აქედანაც თუ ესვრი რომ ომში მოკლულებს ორივე მხრიდან უკვე შენდობა და ცხონება ეკუნით რომ ომში ტყვეებს ზრდილობიანად არ ხვდებიან და ვერც ტყვე მოითხოვს ზრდილობიან მოპყრობას რომ როდესაც ტყვედ ვარდები შეიძლება ნებისმიერმა კაცმა ჯანღონის ცავსემაც და ლაწირაკმაც თავში გირტყას და გაგინოს რომ ნულის ფასია შენი ინტელექტის და პატიოსნებას რომ ომში გამარჯვება მხოლოდ ძალასა და იარაღს ეკუთვნის მაშინ თუ თქვენ ფიქრობთ რომ მე შემეძლო მოწინააღმდეგისათვის იმ პერიოდში იმ დღეებში ან დემოკრატიულობა მომეთხოვა ან სათნოება როდესაც აქეთ მხარეს შულმკვდარი მამა თავის ახალ კედელს თავს ახლის კედელს ხოლო იქით მგლოვიარე დედა ქვითინებს რა უფლება გვაქვს ორივე მხარეს პირი არ ავიკრათ და არ დავდუმდეთ ჭირისუფალთა საპატივცემლოდ მაგრამ ვაი რომ ბევრმა ვერ შეძლო შურის მაძიებელი ტირანის მსგავსად პატივმოყვარე ბუნების დაცხრომა და ვისაც ჯერ კიდევ შერჩენოდა რაიმე უნარი მიტევებისა ისიც გაბოროტდა და გააშმაგდა მრავალი წერტილი არ გამოეხმარებოდი თქვენს წერილს ხო მაგრამ ხომ იცით ყველაფერი უმნიშვნელო და წვრილმანი ამბებიდან იწყება მით უმეტეს თუ იმ საზოგადოებაში სადაც ცხოვრობ არავინ ყავს დამცველი და ყველაფერი თვითნებურ ბრჭყალებში ანგარის სწორებაზეა ბრჭყალები დახურული დამოკიდებული მრავალი წერტილი მე მაინც მადლობელი ვარ რომ საშუალება მომეცა არ დავნებდე იმ განუკითხარ უჩინარ ბრჭყალებში ხმას რომელიც არას დიდებით არ მაძლევს სახლში მშვიდად ყოფნის საშუალებას და მაიძულებს 1000 ერთხელ მაინც ჩემი პროტესტი გამოუცხადო უსამართლობებს ირინე ტალიაშვილი 23/7/92 წელი ბატონი ვახტანგ ცაგარეიშვილი ბრძანებს ზვიად გამსახურდიას ხელი არ მოაწერა დსთ-ში შესვლას და მეორეთასვე ესროლეს მას ინტერვიუ მრგვალი მაგიდის თავისუფალი საქართველოს წევრ კი არა ესე უზენაესი საბჭოს წევრს ვახტანგ ცაგარეიშვილთან გახლავთ 28 მაისი წელი წაშლილია მაგრამ იმ პერიოდის არის ლადო სულაბერიძე არის ჟურნალისტი
ერთ-ერთი პრესკონფერენციაზე თქვენ ბრძანეთ, რომ თქვენი გაერთიანების სახელწოდებაში საკრალური მნიშვნელობა დევს. რა ეგულისხმეთ? განყენებულად რომ ავიღოთ თვითონ მრგვალი მაგი და არავის გარკვეული ტიპის დიალოგის ფორმა. მრგვალი მაგიდან ნიშნავს იმას, რომ სუბიექტების ხედან წლიურად და თანმიმდევრობით განმოთქვავენ თავიანთ აზრებს. მრგვალ მაგიდაზე პირდაპირ დისკუსია არ მოდის. შეიძლება ერთს ისეთი აზრი მოუვიდეს თავში, რომელიც მეორისთვის მიუღებელია, მაგრამ ვიდრე მისი ჯერი არ მოვა, მანამ მას არ აქვს უფლება შეედაოს ვინმეს. ესე იგი, აზრი აუცილებლად წრეში გამოითქმება. ეს არის მოდელი მრგვალი მაგიდისა. მას თავისი საკრალური შინაარსი აქვს. განხორციელებულია თანაბრობის პრინციპი. ამას დიდი ხნის ისტორია აქვს, თავისი საიდუმლოსერობაც, სწორედ თვითსაიდუმლოსერობაც, სწორედ ამ მრგვალი მაგიდას წარმოადგენდა, რომლის შედეგადაც ისტორიულად არაერთი მრგვალი მაგიდა გახდა ცნობილი. მრგვალი მაგიდა თავისუფალი საქართველო ეს იყო, არის და არც მეტი და არც ნაკლები ერთადერთი ეროვნული ორგანიზაცია, რომელსაც თავიდან ბოლომდე გათვითცნობიერებული ჰქონდა ქართველი ერის ინტერესები და ეს ინტერესები პირველ რიგში სულიერი ინტერესები იყო. შეკითხვა 1990 წლის არჩევნების წინ ეს სახელწოდება კონკრეტულად ვის მიერ იქნა შერჩეული? პასუხი: ეს სახელი შერჩეულია ბატონ ზვიად გამსახურდიას მიერ. ჯერ იყო მრგვალი მაგი და შემდეგ მრგვალი მაგი და თავისუფალი საქართველო, რომელშიც მრგვალი მაგიდის პრინციპი დღედევს ყველა ორგანიზაცია თავის თავს ეძახის ერთადერთ ეროვნულ ორგანიზაციას, მაგრამ ჩვენ რომ დღეს მართლაც ერთადერთი ეროვნული ორგანიზაცია ვართ, ამისათვის არსებობს ერთი ძალიან დიდი არგუმენტი, რომლის გაბათილებას ვერავინ შესწრებს. კონკრეტულად გავიხსენოთ 91 წლის 22 დეკემბერი, ეს იყო მეორე დღე იმისა, როცა ჩვენ ხელი არ მოვაწერეთ დსთ-ს ხელშეკრულებას. არ შევედით დსთ-ში, თუ კი ის ორგანიზაციები ან დაპიროვნებები ერთევროვნულები იყვნენ, რომლებიც ჩვენ გვიპირისპირებდებოდნენ, მათ მეორე დღეს ჩვენთვის იარაღიდან არ უნდა ესროლათ, ან და თუ კი იარაღს ვინმე სხვა გვესროდა, ისინი ჩვენ გვერდით უნდა დამდგარიყვნენ. მე სხვათა შორის ერთადერთი კაცი მახსოვს ასეთი, რომელიც ჩვენი მოწინააღმდეგე იყო, მაგრამ სროლის დროს მოვიდა და მთავრობის სასახლეში იყო. ეს იყო დეპუტატი ჭიათურიდან შოთა გაფრინდაშვილი. სხვა არავინ მოსულა და სროლა არავის დაუგმია. ყველა ფიქრობდა, რომ ეს გადატრიალება მის სასარგებლოდ დამთავრდებოდა. ხელი რომ არ მოვაწერეთ დსთ-ის ხელშეკრულებას, ეს იყო უზარმაზარი ეროვნული ისტორიული ნაბიჯი, რომელსაც რა თქმა უნდა მოხვა დარტყმა და ეს დარტყმა განახორციელეს იმ ძალებმა, რომლებიც დღეს თავის თავს ბჭყალებში ეროვნულს უწოდებენ. ეს ერთი. მეორეა ის, რომ როცა აფხაზეთიდან მძიმე ტექნიკის გამოყვანაზე დადგა საკითხი მაშინდელ პარლამენტში ბჭყალებში, ამის კატეგორიული წინააღმდეგი ჩვენს გარდა არავინ ყოფილა. 1993 ივლისის, ანუ ხელმოწერის მეორე დღესვე 28 ივლისს მრგვალი მაგი და თავისუფალი საქართველოს მოწოდების მთავრობის სახლის წინ გაიმართა აქცია, რომელიც სასტიკად იქნა დარბეული. ამას მოყვა აფხაზეთის დაკარგვა. ისინი რაღაცეებს აბრალებდნენ, მაგრამ რამდენი ტყუილიც არ უნდა იძახონ. ფაქტია, რომ აფხაზეთის დაკარგვა რეალურად ამ ხელმოწერას მოყვა. ჩვენ ვიყავით ერთადერთნი, რომლებიც კატეგორიულად წავედით ამის წინააღმდეგ და ცნობილია კიდეც, რომ პრეზიდენტის გვარდიამ ზუგდიდზე არ გაატარა მძიმე ტექნიკა, რომელიც აფხაზეთიდან წამოიღეს. მაშინდელმა ბჭყალებში ხელისუფლებამ კი დღევანდელი ბჭყალებში პატრიოტების ბჭყალები დახურლია მხარდაჭერით თუ გაჩუმებით მხარი დაუჭირა იმას, რომ იარაღი რუსული გემების საშუალებით გადაეტანათ ფოთში, რაშიც დამატებით ფული გადაიხადეს, ასე რომ თითქოს და არსებობს იმ 60 კაცის ხელმოწერა, ვინც წინააღმდეგი იყო. იგივე დსთ-ში შესვლისა, მაგრამ ვიმეორებ, ეს არის ტყუილი და სიცრუე, იმიტომ რომ დსთ-ში შესვლას ამ ხალხმა საფუძველი დაუდო მაშინ, როდესაც წინ არ აღუდგა 1991 წლის 22 დეკემბერს ჩვენზე განხორციელებულ თავდასხმას. ამ ფაქტებს, რომელიც არ უნდა იხმარონ ამ ფაქტებს, რამდენიც არ უნდა იმართლონ თავი, წინ ვერავინ აღუდგება. ზვიად გამსახურდიას შეკითხვა. ზვიად გამსახურდიას
როგორც მრგვალი მაგიდა თავისუფალი საქართველოს ლიდერს, როგორც პრეზიდენტს შეეძლო თუ არა სხვანაირად მოქცეულიყო იმ სიტუაციაში არსებობდა თუ არა სხვა ალტერნატიული გზები, ზვიადგამსახურდია სხვანაირად მოქცევა არ შეეძლო საერთოდ, სხვანაირად მოქცევა შეეძლებოდა ისევე როგორც შემდეგ მოიქცა სამხედრო საბჭო, მერე სახელმწიფო საბჭო შევარდნაძის მეთაურობით და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ზვიადგამსახურდია შეეძლო მოქცეულიყო უცხო ქვეყნის გავლენის ქვეშ და დღეს ესენი კი არა ზვიადგამსახურდია იქნებოდა ხელისუფლებაში, ოღონდ მდგომარეობა საქართველოში ისეთივე იქნებოდა, როგორც არის დღეს. ეს მდგომარეობა გექნებოდა სრულიად კანონიერად და ვინც ის აქედან გამოსავალი იარსებებდა საერთოდ თუ არა იარსებებდა თუ არა. ზვიადგამსახურდია რომ სწორად მოიქცა და თავის შესწირა ქართველების ინტერესებს და საქართველოს, სწორედ ეს ფაქტი არის დღეს არგუმენტი იმისა, რომ ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს ვიბრძოლოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის, ამის სამართლებრივი საფუძველი რომ შესაძლებელი იქნეს რეალიზებული, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ზვიადგამსახურდიამ იმ გზას არ გადაუხვია, რომელიც არის ქართველი ერის ინტერესების გზა. როგორც ამბობენ, დსთ-ში შესვლაზე ხელის არ მოწერამ დააჩქარა საქართველოს აღიარება დასავლეთის მიერ. ეს იყო უდიდესი პასუხი, ეს იყო უდიდესი გამარჯვება. ბატონი ზვიადის ქვეყანა არ შეიძლება აღიარებულ არ იქნეს რაღაც საზღვრებში, ის აუცილებლად აღიარებულ უნდა იყოს დედამიწასთან, დედამიწა მას ვერ გააგდებ. გათვალისწინებული იყო, რომ 12 რესპუბლიკა ისევე დსთ-ში უნდა გაერთიანებულიყო და ბალტიის 3 ქვეყანა უნდა გასულიყო რუსეთის გავლენის სფეროდან. ასეთი იყო მაშინდელი მსოფლიოს წესრიგი. იმ 12-დან ერთმა არ მოაწერა ხელი 21 დეკემბრის ხელშეკრულებას. ეს იყო ზვიადგამსახურდია და როცა საზღვარგარეთმა საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების აღიარა, ჯერ დამოუკიდებლად და შემდეგ დსთ-ში იძულებული გახდნენ საქართველოს დამოუკიდებლად ეღიარებინათ. რამდენადაც მისი აღიარება დსთ-ში შეუძლებელი იყო, უბრალოდ ხელი არ ჰქონდა საქართველოს მოწერილი. აი ასეთი ღრმა პოლიტიკური სულით ზვიადგამსახურდიამ მოახერხა ის, რომ საქართველოს იმ 12 რესპუბლიკიდან ერთადერთმა მოახერხა დარჩენილიყო დამოუკიდებელ ქვეყნად. გამოდის შეკითხვა, რომ ზვიადგამსახურდია თქვენი გაერთიანების შესაფერისი ლიდერი იყოს. საერთოდ მრგვალი მაგი და თავისუფალი საქართველოს მომავალი ლიდერი, როგორ წარმოგიდგენიათ ზვიადგამსახურდია ზვიადგამსახურდია ორგანული ლიდერი იყო, არა მარტო მრგვალი მაგიდის, არამედ მთელი ქართული ეროვნული მოძრაობის. ეს იყო უდიდესი ადამიანი, რომლის მსგავსი საქართველოს ისტორიაში თითებზე თუ შეიძლება ჩამოითვალოს. ეს იყო უზარმაზარი ფიგურა, რომელმაც 21 საუკუნეში უზარმაზარი საშუალებები მისცა ქართველ ერს, რომ ეს ქვეყანა მართლაც გახდეს სუპერ სახელმწიფო გარკვეული სულიერი გაგებით. 1991 წლების მიჯნაზე ზვიადგამსახურდია არსებული მსოფლიო სიტუაციის საწინააღმდეგოდ წავიდა. მას ემსხვერპლა თენგიზ კიკაჩიშვილი კი ყოველთვის აცხადებს, რომ ანგარიში არსებული მსოფლიო სიტუაციას უნდა გაუწიოს და აქედან გამომდინარე წარმართავს თავის პოლიტიკას. ხედავთ თუ არა ამ განსხვავებას ამ ორ ფიგურას შორის? რა თქმა უნდა, განსხვავება არსებობს. ზვიადგა და მერაბი იყვნენ იდეის ფუძემდებლები. ეს იყო ერთიანი კავკასიური სახლის იდეა. იდეაში არ შეიძლება კომპრომისი შეიძლება იდეის განხორციელების გზაზე. ბატონმა ზვიადმა დადო იდეა და დაიწყო ამ მიზნით მუშაობა და რეალიზება მას უნდა მოეხდინა ყველა მდგომარეობაში. რა უნდა გააკეთდეს შემდგომ? მე გეტყვით, რომ საქმე ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. პირველ რიგში უნდა გავიმარჯვოთ საქართველოს უკანონო ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში, უნდა დაიწყოს რეალიზაცია კავკასიური სახლის გეგმისა, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა თავის დროზე ბატონმა ზვიადმა. ეს გეგმა განხორციელებადია და უკვე იდეა აღარ არის. მე ძალიან კარგად ვიცი, რომ აზერბაიჯანში ბევრი არის დაინტერესებული ამ კავკასიური სახლით. ასია დღეს ჩეჩნეთში და ჩვენი გამარჯვების შემდეგ იქნება საქართველოშიც. აი ეს გახლავთ მის ვახტანგ საგარეიშვილის აზრი ზვიადგამსახურდიასთან და 22 დეკემბერთან დაკავშირებით, მაგრამ რადგან იგი ახსენებს დსთ-ში შესვლას, მე ნება მიმბოძეთ წარმოგიდგინოთ გაგაცნოთ სია იმ მოღალატეებისა, რომელთაც საქართველოს 30 ვერცხლად გაყიდეს და საკუთარი კეთილდღეობის ფასად საქართველოს დღევანდელი დღე მოუტანეს. კერძოდ
საქართველოს ბჭყალებში პარლამენტის წევრთა განცხადება. ჩვენ საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრები მხარს ვუჭერთ საქართველოს სახელმწიფო მეთაურის პარლამენტის თავმჯდომარის ედუარდ შევარდნაძის გადაწყვეტილებას საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში შესვლის შესახებ. იცით, აქ ბევრი გვარი არ ხდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი არ მონაწილეობდნენ პუტჩში. მე აქ განმარტება მინდა მივცე ყველას. ისინი იმათ მიიღეს წინა წლების გამოცდილება გაითვალისწინეს კერძოდ თვითმფრინავის საქმესთან დაკავშირებით, ხელმოწერებთან დაკავშირებით, რომელიც შემდეგ უკვე დარჩა ისტორიას და არქივს. ამიტომ აქედან გამომდინარე მათ გადაწყვიტეს, რომ თავისთავად ებრძოლათ კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ შეიარაღებული ბანდებით, შეიარაღებული ახლა ნოდარ ნათაძეზე ვერ ვიტყვი, რომ შეიარაღებული ბანდები ყავდა, დასაკვირველი ყავდა, ბჭყალებში იმედი იყო და ციკლაური იყო ამ ბანდების ხელმძღვანელი და ასე მე ძალიან ბევრს ჩამოვთვლი, რომელთაც ხელი არ მოაწერეს, ლუიზა შაკიაშვილმა ხელი არ მოაწერა, მაგრამ მე რა თქვენ დამემტკიცებთ იმას, რომ ლუიზა შაკიაშვილი არ მონაწილეობდა საქართველოს კანონიერი ხელისუფლების დამხობაში. თამარ ჩხეიძემ ხელი არ მოაწერა, მაგრამ ვერ იყო შევარდნაძის გვერდით და მისი ბანდა არ ებრძოდა ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას იდეებს და სრულად საქართველოს დამოუკიდებლობას. რასაკვირველია, ირაკლი ეგრეთ წოდებული ირაკლი წერეთელი, ირინა სარიშვილი, როგორ არა, ესენი ყველა ებრძოდნენ, მაგრამ მათ ან ურჩია მოხუცმა მრჩეველმა მათმა მამობილმა, რომ მოდით თქვენ მომავლისთვის მჭირდებით და შეგინახავთ ისე თითქოს თქვენ წინააღმდეგი წახვედით და დანარჩენებს ხელს მოვაწერინებ. აქ ჩემთვის ეს პრობლემა არ არსებობს. მთავარია ის, რომ თქვენ დარჩეთ იმ ადგილზე, ის ნიშა დაიკავოთ, რომელი ნიშაც მე დღეს თუ ხვალ დამჭირდება და სწორედ აი ასე იყო. ეხლა დღესდღეობით შევარდნაძემ, რომელმაც საქართველოს დაანგრია, გაუბედურა, შევარდნაძემ, რომელმაც ზვიად გამსახურდიას მკვლელობაში პირველი ბრძანება გასცა მას მკვლელობასთან დაკავშირებით. შევარდნაძემ, რომელმაც შემდგომ მანამდე ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტად არჩევა მიულოცა. როგორ მიპასუხებთ აი ამაზე? მაინტერესებს. შევარდნაძეს უხაროთ ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტად არჩევა? კაცმა, რომელმაც რეფერენდუმში მონაწილეობა არ მიიღო და დამოუკიდებლობაზე თქვა ერთადერთი, რომ მე ვიქნები ერთადერთი უკანასკნელი მოქალაქე საბჭოთა კავშირისა, რომელიც არასოდეს არ უღალატებო მას. რაზეა საუბარი და კიდევ სხვა მრავალი გამონათქვამებია. თუნდაც ცოტნე გამსახურდიას განთავისუფლებასთან დაკავშირებით, რომელიც ახლა პატიმრობაში იმყოფება, ამჯერადაც პატიმარი გახლავთ სააკაშვილისა და შევარდნაძის პატიმარი თავად, ვინც ერთობლივად მოილაპარაკეს ცოტნე გამსახურდიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით, ის პიროვნება ხელს აწერს ცოტნე გამსახურდიას განთავისუფლებაზე. ეხლა ეს ხომ არის უკვე იცით გზა იქეთკენ, რომ აი შევარდნაძე არის შემწყდარებელი, შევარდნაძე არის ის ადამიანი, რომელმაც გაიგო, შეიგნო თავისი დანაშაული და არა, სავლე და პავლეს ვარიანტი შევარდნაძესთან მიმართებაში არ მომხდარა და არც მოხდება. შევარდნაძე არის ის ბანდა, ის ბანდის მეთაური, ის არა ადამიანი, ის მოღალატე, ფარისეველიც არ არის, მოღალატე, რომელმაც საქართველო აი ამ მდგომარეობამდე მიიყვანა თავისი ბანდების მეშვეობით. მოდით ახლა წავიკითხოთ დანარჩენი ბანდების შევარდნაძის ბანდების გვარები, მაგრამ მე უკვე მოგაწოდეთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, აქ თუ გვარებს არ შეხვდებით, რომლებიც ძალიან აქტიურად მონაწილეობდნენ კანონიერი ხელისუფლების დამხობაში, თქვენ არასოდეს არ გაგიჩნდეთ იმისი აზრი, რომ აი თურმე ესენი არ ყოფილან დსთ-ში შესვლის მომხრენი. ყველაფრის აბა მაშინ რატო დაიყენეს რუსეთის ჯარი და ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის წინააღმდეგ, რატო არ გამოთქვეს ასე? მე კიდევ წარმოგიდგენთ ახლა დოკუმენტებს, რომლის წინააღმდეგ ისინი არ გამოსულან. რატომ არ აფიქსირებდნენ? იმიტომ რომ მათ ისინი სჭირდებოდათ, რომ კანონიერი ხელისუფლება არ აღდგენილიყო საქართველოში. აბალა კი გივი გიორგის ძე, აბაშიძე ასლან იბრაგიმის ძე, აბესაძე ინგუშა
ხოტინესზე, აბულაძე თენგიზ ევგენისზე, ადამია ჯემალ მამიასზე, ადამია რევას შოთასზე, ალექსანიანი ფერდინანდ არმენაკისზე, ამირეჯიბი მზე ჭაბუკ ჭაბუა ირაკლისზე, ანდრიაძე ირაკლი ონისიმესზე, არველაძე ტახირ ვლადიმერისზე, ახმეტელი გიორგი ცეზარი ფჩილებში გიორგისზე, აჯიაშვილი სიმონ ჯემალი იგივე დავითისზე, ბალაშვილი ვლადიმერ ორდასზე, ბარამიძე გიორგი აივენგოსზე, ბარამიძე მალხას ბენედიქტესზე, ბაშელეიშვილი დავით როინისზე, ბახტაძე დემურ მიხეილისზე, ბერიანიძე შალვა ზაქარიასზე, ბერიძე ალექსანდრე მიხეილისზე, ბერიძე ჯემალ ლევანისზე, ბრეგაძე აკაკი ალექსანდრესზე, ბუაჩიძე თენგიზ პავლესზე, გაზდელიანი თენგიზ კორნელისზე, გამპლიძე თამაზ ვალერიანისზე, გაჩიჩილაძე გიორგი ამბერგისზე, გელაძე ავთან დულშოთაძე, გელაძე ვაჟა ნიკოლოზიძე, გეწაძე გურამ იასონისზე, გვერწითელი მიხეილ პავლესზე, გიგინეშვილი მანანა ივანი სასული გოგუაძე, ვახტანგ ვლასისზე, გოდერძიშვილი გელა გიორგისზე, გორგოძე ჯემალ ვალერიანისზე, გულუა ბაკურ დავითისზე, დოლიძე როსტომ გასანისზე, დოლმაზაშვილი ავთანდილ რამინისზე, ელოშვილი ომარ ილიასზე, ენუქიძე ზაზა მიხეილისზე, ვარდუსანიძე ლევან გრიგოლისზე, ველიჯანაშვილი გოდერძი რაფიელისზე, ზუხბაია ოთარ გიორგისზე, თავარტკილაძე ანზორ ილარიონისზე, თირქია ლედი თარაშიძე, თუმანიშვილი გრიგოლ დიმიტრიძე, იაკობაძე ვაჟა ტაშტანისზე, იორამაშვილი გივი მიხეილისზე, იოსელიანი ჯაბა კონსტანტინესზე, კალანდაძე თენგიზ გრიგოლისზე, კალაძე რობიზონ არჯევანისზე, კალანდია გენო ვლადიმერისზე, კეკელია შალვა მახუტი ნიკონდრისზე, კვარაცხელია ვალერი დავითისზე, კიკნაძე გიორგი გოგი ვარლამისზე, კირთაძე ნესტან ლევანის ასული, კიტოვანი თენგიზ კალისტატესზე, კობაიძე ალექსი ლევანისზე, კობერიძე ნუგზარ ნიკოლოზისზე, კოპალეიშვილი თეიმურას დავითისზე, კოხია ოთარ გრიგოლისზე, კოხრეიძე ნოდარ ლუკასზე, კურტანიძე ჯუმბერ გიორგისზე, ლეკიშვილი ნიკოლოზ მიხეილისზე, ლითანიშვილი ოთარ ანტონისზე, ლიპარტელიანი როინ ვასილისზე, ლობჟანიძე გივი შალვასზე, ლომინაძე გივი ნიკოლოზისზე, ლომსაძე გრიგოლ არყილისზე, ლოთხიფანძე გრიგოლ გიგა დავითისზე, ლოთხიფანძე ვიქტორ მიხეილისზე, ლოთხიფანძე როზა ოთარის ასული, მამალაძე ლევან ლიგთრისზე, მამრაძე პეტრე გრიგოლისზე, მამულია გურამ სამსონისზე, მანძულაშვილი მიხეილ შალვასზე, მარშანია ადა ლორიკის ასული, მახალდიანი სოსო თენგიზისზე, მგელიაშვილი თეიმურას ჯუბო ივანესზე, მეგუთნიშვილი სოსო არჩილისზე, მიმინოშვილი რომან სევერიანისზე, მუჩაიძე გურამ ოთარისზე, ჭედრიძე მიხეილ ლევანისზე, ნადარეიშვილი თამაზ ვლადიმერისზე, ნათელაშვილი შალვა ამბროსისზე, ნაკაშიძე ბადრი ჯემალისზე, ნოღაიდელი ზურაბ თემურისზე, ოთარაშვილი ვაჟა გიორგისზე, ორჯონიკიძე იზა არჩილის ასული, პატიაშვილი ჯუმბერ ილიასზე, ჟვანია ანტონიანი იგივე ზურაბ ზანაზან ბესარიონის, ეს ბუსა არ არის, ეს არის სურენისზე არის, მაგრამ აქ უკვე შესული აქვს მას გვარის და სახელის სამმანეთად, ჟორჟოლიანი გია გიორგისზე, რივკინი მარკი ალექსანდრესზე, რჩეულიშვილი ვახტანგ შალვასზე, რუხაძე სერგო სამსონისზე, ხჩიანი ჟორიკ ზარანდისზე, უსტიაშვილი გურამ ხარიტონისზე, ფენდერავა არნოლდ ერასტისზე, ქარცივაძე ნოდარ ხემდისზე, მაპატიეთ ქაშაკაშვილი ამირან ნიკოლოზისზე, ქაჯაია ზურაბ ნუმუსზე, ქველიძე ზურაბ ილიასზე, ქვლივიძე გელა პეტრესზე, ღარიბაშვილი ქართლოს დავითისზე, ღოღობერიძე ლანა ლევანის ასული, ყოლბაია ვახტანგ გაბრიელისზე, შაიშბელაშვილი გიორგი მიხეილისზე, შენგელაია ელდარ ნიკოლოზისზე, ჩარკვიანი ჯანსუხ ავდიდისზე, ჩარქსელიანი ანზორ კონსტანტინესზე, ჩიტლოვი დიმიტრი სამსონისზე,
ჩენკელი მიხეილ მაქსიმესძე, ცივაძე დავით გიორგისძე, ცინცაძე თამაზ ისმაილისძე, ციციშვილი ჯიმშერ ვახტანგისძე, ციხელაშვილი ტარიელ ივანესძე, ციხისთავი გია სოლომონისძე, წერეთელი ზურაბ კონსტანტინესძე, წითლანაძე გიორგი იაკობისძე, ციკლაური მეულუდ შაქროსძე, წოწონავა ანზორ დავითისძე, ჭეიშვილი რევაზ რეზო ბენედიქტესძე, ჭელიძე ივერი რაჟდენისძე, ხარატიშვილი იოსებ ალექსისძე, ხაჭაპურიძე ვაჟა სოლომონისძე, ხვედელიძე გივი ანდროსძე, ხიზანიშვილი რამაზ რობიზონისძე, ხუციშვილი ომარ იურისძე, ჯაფარიძე რევაზ ანდრიასძე, ჯეირანაშვილი ნიას ალექსანდრესძე, ჯიბლაძე ალექსანდრე ჰასანისძე. მე უნდა დავამატო აქ ბევრი გვარები არის ასე გვარები ჩამოგითვალეთ მე გამასცენდა კიდევ ბევრი ესე იგი ეგრეთ წოდებული სპიკერი რუსუდან ბერიძე გერციეს და შევარდნაძეს და წარმოიდგინეთ თქვენ ამაზე არ აწერს ხელს იმიტომ რომ სჭირდებოდათ როგორც მერაბ კოსტავას ნაცოლარი ყოფილი ცოლი მას სხვა მისია ჰქონდა და ამიტომ შევარდნაძემ ვინც გაყო ჯუფად ეს იყო რომ მათ უნდა რასაკვირველი ისინი თავისუფლად მოაწერდნენ მაგრამ ესენი შემოინახა იმ ბინძურ კიდობანში რომელსაც შემდეგ ახსნა თავი და რაც მოხდა მე თქვენ ყველამ კარგად იცით და რაც ხდებოდა მანამდე მათთან ერთად ეხლა ნება მიმოძეთ გაგაცნოთ აი ამ ყაჩაღებისა და ბანდების ის უკანონო ქმედებები, რომლებიც მათ მიერ იქნა ჩატარებული სადამშელო ოპერაციების სახით, კერძოდ მათ შექმნეს სამხედრო საველე სასამართლოები, კერძოდ მე წაგიკითხავთ მთლიანს სამხედრო სასამართლოები მხოლოდ გაუპატიურების ფაქტებს არ განიხილავენ ღიად. აქ იყო სამხედრო საველე სასამართლოები პარალელურად იმისა, რაც ხდებოდა საქართველოში სადამშელო ოპერაციების ერთადერთი მთავარი ჭყალებში კანონი ნებში ეს არ შედის ეს გახლავთ ეს იგი ხუნტისთვის მახასიათებელი სადამშელო საველე სასამართლოების შექმნა რომელიც პირდაპირ ქუჩაში ყოველგვარი განაჩენის გარეშე ხვრეტს მოსამართლის და ხუნტას მოსამართლე უნდა ყავდეს თქვენ კარგად მოგეხსენებათ იმაზე ხელის მომწერი არავინ არ არსებობს ფაქტი ერთია რომ დავალება ჰქონდათ რომ ყველა კანონიერი ხელისუფლების მომხრე ყველა ვინც მიიღო მონაწილეობა როგორც მიუწვდებოდათ ხელი მოქალაქეებზე ეს იქნებოდა უზენაესი საბჭოს წევრი ეს იქნებოდა რეფერენდუმის მონაწილე ეს იქნებოდა მრგვალი მაგიდის ამომრჩეველი ეს იქნებოდა პრეზიდენტის ამომრჩეველი ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა მთავარია რომ საქართველოს ჭირისუფალი იყო მათ წინააღმდეგ შემოიღეს როგორც ხუნტისთვის დამახასიათებელი არის სამხედრო საველე სასამართლოები რომლებიც ქუჩაში მიმავალ ადამიანს სახლში შევარდნით იყო ეს თუ სადაც იყო მათი სადაც წააწყდებოდნენ ნებისმიერ ადამიანის დახვრეტა ხორციელდებოდა და აქ არის ზუსტად ასეთი განმარტება მიცემული რომ და სხვათა შორის ეს ეგრეთ წოდებული კანონი ჭყალებში რასაკვირველი კანონი მიღებულ იქნა იურიდიული იმელში სამხედრო საბჭოს მიერ იმელში იურიდიული აი ამ ხალხის მიერ რომელიც მე წაგიკითხეთ თვითონ იურიდიულმა კომისიამ წარმოადგინა და ამ იურიდიულ კომისიას ხელმძღვანელობდა შალვა ნათელაშვილი მე რომ დავმალო თავად არქივი არ მალავს ამას და მე არავითარი უფლება არ მაქვს მათი გვარები არ ვახსენო იმიტომ რომ ფაქტი ჯიუტია მათი წარდგენილი არის ეს და ერთხმად ყველა მხარე დაუჭირა აი იმ გამანადგურებელ გეგმას რომელიც იქ იქნა მიღებული მიუხედავად იმისა რომ აქ არ არსებობდა არც კანონით მოქმედება არც არაფერი ესენი მოქმედებდნენ არა სტიქიურად, არამედ მიზანმიმართულად და ყველა სიცოცხლე მათთვის ჩიტის ფასიც არ იყო. მე მინდა მოგახსენოთ ამასთან დაკავშირებით, რომ
თბილისის რეგიონალური სამხედრო სასამართლო მისი თავმჯდომარე გახლდათ პოლკოვნიკი მიხეილ ნოზაძე თემქაზე მდებარეობდა ეს თბილისია ლაპარაკი შემდეგ მე მოგახსენებთ სხვა პიროვნებებზე შენობა რომელსაც გარედან მტერს უბრმავეს თვალებს შიგნიდან კი მოყვარეს საბჭოთა პერიოდის გლდანის რაიკომს ეკუთვნოდა შემდეგ გლდანის რაიონის სასწავლო სამედიცინო დახმარების ბაზ თბილისის რეგიონალურ სამხედრო პროკურატურას როგორც 1993 წლის თებერვლიდან თბილისის რეგიონალურ სამხედრო სასამართლოს სამხედრო სასამართლოს შენობის პირველ-მეორე სართულზეა განლაგებული სამხედრო საველე სასამართლო წარმოიდგინეთ ახლა თქვენ ეს რამოდენა უფლებები აქვს მათ უფლებები ბჭყალებში რასაკვირველია და ამაზე უცხოეთ ხმა არ მოუღია რომ ასეთი რამ იქნა შექმნილი ოფიციალურად ეს ხომ საგაზეთო პუბლიკაცია არის ეს მე არ დამიწერია ეს არის გაზეთში ოფიციალურად გამოქვეყნებული ინფორმაცია და ასე რომ აქ არავინ ამის წინააღმდეგ ვერავინ ვერ წავა იმიტომ რომ ფაქტი ჯიუტი არის აბა ვნახოთ შემდეგ რას აკეთებენ პირველ-მეორე სართულზე არის განლაგებული ხოლმე მესამე სართულზე გლდანის რაიონის საქალაქო სასამართლო თვალს ხვდება ჟანგიანი რკინის გისოსები შეუღებავი ხის კარები რომლის მინებზე ოდესას გაჯის ფერუმარული შეუყრია ალაგ-ალაგ შელესილი გაჯიანი კედლები სინესტისაგან ძირს ჩამოცენილა მეორე სართულზე იატაკის 1/4 აყრილია იგრძნობა ნესტის სპეციფიური სუნი უცხო თვალი დერეფანში ჩამწოული მინებსაც შეამჩნევს იმის გამო რომ შენობაში ქარი თავისუფლად მოძრაობს ყველა კარის დასამაგრებლად ან აგურითებს ან ბლოკი უმთავრესად უშუქობის გამო რომელიც არსებული გრაფიკის შესაბამისად ფრჩხილებშია ესმოსებული არ ტელეფონები მუშაობს სამაგიეროდ სხვა მოსამართლეებისაგან განსხვავებით სამხედრო მოსამართლეებს ბჭყალებში შედარებით მაღალი ხელფასი აქვს სარგებლობენ სამხედრო ოფიცრის შეღავათებით თუ ჩვეულებრივი მოსამართლის ხელფასი 30 ლარამდეა სამხედრო მოსამართლის ხელფასი 42 ლარს აღემატება წოდების კიდევ ემატება 4 ლარი და თავდაცვის სამინისტროსგან გამოყოფილი კვების 59 ლარი ყველა სამხედრო ნორმების მოსამართლის კვება 59 ლარია საბოლოოდ კი ხელფასი მათი 100 ლარამდეა სამხედრო სასამართლოებში საქმე განიხილება ღია სხდომებზე გამონაკლის წარმოადგენს მხოლოდ გაუპატიურების ფაქტები რატო წარმოადგენს გაუპატიურების ფაქტები გამონაკლის მიპასუხეთ თუ შეგიძლიათ მიპასუხეთ თუ გარდა მე გიპასუხებთ მე მაშინ როდესაც საქართველოს ნებისმიერ კუთხეში განსაკუთრებით თბილისსა და დასავლეთ საქართველოში ამას ადგილი ჰქონდა არა მხოლოდ დაუშვათ რაიონებში არამედ თავად პატიმრების მამაკაცების გაუპატიურებასაც ჰქონდა ადგილი აქ არა მხოლოდ ქალები იგულისხმებიან არამედ არასრულწლოვანები არ იგულისხმებიან აქ სულ პაწაწინა გოგონებს არ ერიდებოდნენ მე მგონი ამაზე ვინც შედიხართ ჩვენ საიტზე აქ იხილავთ იმ ჩვენებებს როდესაც ბავშვს მამის თვალწინ აუპატიურებენ ან ძმის თვალწინ აუპატიურებენ და ასეთი მაგალითები ძალიან მრავლად იყო მაგრამ რატომ არ განიხილავდნენ იმიტომ თორე ამას განიხილავდნენ და დღესაც რომ ეძებენ და ძებნაში არის ის ხალხი დაკარგული ხალხი და არიციან უცხოეთში მოიკითხონ მიცვალებულებში მოიხსენიონ თუ ცოცხლებში მოიხსენიონ არიციან ეს არის სწორედ აი ამის დამსახურების შედეგი და ამაზე ხმა არავის არ აღუმაღლებია მიუხედავად იმისა რომ გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი აქ ბრძანდებოდა და თითქოს ატარებდნენ რაღაც მონიტორინგს ამას არავინ არ შეხებია და არავის არ მოუთხოვია ამის გაუქმება რაში იყო საქმე ესე იგი საქართველოში უნდა მომხდარიყო გენოციდი და სწორედ იმ გაუპატიურების ფაქტებს მოყვებოდა მე ის მკვლელობები რომელსაც პირდაპირ ჩამონათვალი გვაქვს ჩვენ გაკეთებული ამასთან დაკავშირებით და ესენი კი თავად გაურბიან ამას იმიტომ რომ აქ არ ეხებოდა საქმე კიდევ ვიმეორებ აქ ქალის და მამაკაცის აქ სქეს საქმე არ ეხებოდა აქ მამაკაცის და ქალის ისევე ისეთივე მსხვერპლი იყო ამ ჯალათებისა და არც ასაკს ჰქონდა მნიშვნელობა არაფერს მათ
იდეას და მათ განწყობას და მათ დამოკიდებულებას საქართველოს დამოუკიდებლობისათვის. ეს იყო მთავარი მათი დანაშაული და ყველაზე შეურაცხმყოფელი და ყველაზე გამანადგურებელი ადამიანისთვის თუ რამ არსებობდა არის აი ეს ფაქტორი ზუსტად და აი ამას იყენებდნენ ეგენი მასიურად. ძალიან ბევრმა გაგიჟდა, ძალიან ბევრი მოკლეს იქვე, იმიტომ რომ ეს იგი ვერ გაუძლო ამას და ნერვული სტრესები დაეწო და იქვე კლავდნენ გაყავდათ და იქ ყველასგან მოურიდებლად და ეს იყო მე გავიხსენებ, იცით თქვენ ძალიან გთხოვთ რომ შეხვიდეთ საიტზე, სადაც არის ჩვენი უზენაესი საბჭოს წევრის დეპუტატ ამირან კალაძის ჩვენება, როდესაც იგი ბრძანებს რომ საშინელი წამების მერე, როდესაც მასთან კიდევ შედიან, როგორც უკვე ბოთლი შეაქვთ. და ეს ბოთლი რისი მიმანიშნებელიც იყო, მან ძალიან კარგად იცოდა, მაგრამ მან თავისი პოზიციები არ უარყო და არც დაუგმია, იმიტომ რომ მას ჰქონდა ჩვეულებრივად ნორმალური ადამიანის ყველა წესიერი და პატიოსანი მოქალაქის პოზიცია და არა მოღალატის პოზიცია, რომელსაც ეს კაცი სულ რამოდენიმე სუსტად აი იმ ჩანაწერიდან, როდესაც იგი უამბობს დაინტერესებულ პიროვნებებს მისი წამების ფაქტებზე, სწორედ იმ პერიოდიდან რაღაც 10 დღეში იგი გარდაიცვალა. ასეთი ფაქტებით სავსე იყო საქართველო და რატომ გაურბიან, რატომ არის ამოღებული ეს? აი სწორედ იმისთვის, რომ ეს ყველა დასჯადია, ყველა დანაშაული დასჯადია და თითქოს გაუპატიურებას არ ეხებოდნენ და მათთვის კი თავარი ეს იყო. მამაკაცი იქნებოდა თუ ხალი, ისინი არ არსხოვებდნენ ერთმანეთისგან, იმიტომ რომ მიმართავენ ყველაზე ღირსებისა და პატივის ყველაზე შემლახავ და ყველაზე მოუნელებელ აი ამ რაღაც დიდ ტრაგედიას ადამიანისთვის აი ამას მიმართავდნენ. შემდეგი გახლავთ ის მე გავჩერდი თანხებზე. სამხედრო საველის სასამართლოებში საქმე განიხილებოდა ღია სხდომებზე გამონაკლისს წარმოადგენდა გაუპატიურების ფაქტები. სამხედრო სასამართლოების საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებდა უზენაესი სასამართლო. იგი უფლებამოსილი იყო გაეოქმებინა ან შეეცვალა სამხედრო სასამართლოს გადაწყვეტილება იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ეგრეთ წოდებული მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ტალიაშვილის განმარტებით საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სამხედრო სასამართლოს უკანონო განაჩენი გააუქმა. დანარჩენი 1000-ობით განაჩენს რა უყო? 1000-ობით განაჩენს რა უყო? ჯიბეს ჩაიდო? თენგიზ შარმანაშვილი ეს გახლდათ EDP-ს წევრი და შევიდა იქ ამ დასადამსჯელო ბანდაში, რომლებიც არ ერიდებოდნენ არაფერს და აფერას ბრძანებს საკონსტიტუციო იურიდიულ საკითხთა კანონიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ეს იმის შალვა ნათელაშვილის მოადგილე გახლდათ. სამხედრო სასამართლოები კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემდეგ იგრძალება, ისინი უნდა მას და როდის ხუნტას კონსტიტუცია ოდესმე მიუღია, არასოდეს არ მიუღია და მანამდე უნდა ხოცოდა ანადგურო არა მოსახლეობა. აი ზუსტად ძალიან კარგი არის და ეს ყველამ უნდა იცოდეთ და თუ ვინმე ეს არ იცოდა, ძალიან სამწუხაროა. საქართველოში რო ჩამოდიოდნენ და ბანდიტებს ხელს ართმევდნენ და იქ კიდევ ჰუმანიტარულ დახმარებას უგზავნიდნენ და არა ჰუმანიტარულ ფინანსურ დახმარებას უგზავნიდნენ. აი ეხლა ამაზე გაამახვილონ ყურადღება, თუ უნდათ რომ საქართველოში მდგომარეობა შეიცვალოს და დამშვიდდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოში ხომ ხედავთ ეს იგი რა სიტუაცია, რაც არ უნდა გამოაქვეყნოს ეხლა იმან რუსთავის ტელევიზიამ, იმედის ტელევიზია იქნება ეს თუ ტელევიზიით გამოცხადებული შეკვეთილი ტექსტებით ჩვენ არ ტყუდებით, ჩვენ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ვაფასებთ საქართველოში არსებულ მდგომარეობას. შემდეგი საგანგებო ვითარებას ისინი უნდა მოქმედებდეს საომარ და საგანგებო ვითარებაში სპეციალური აქტით, მაგრამ საერთო სასამართლო სისტემაში მშვიდობიანობის პერიოდში სამხედრო სასამართლოების მოქმედება დაუშვებელია. მშვიდობიანობა კი საქართველოს ვერ მოიპოვა სამწუხაროდ. ახალი საკანონმდებლობის მიღებამდე სამხედრო სასამართლოების მოქმედება დაშვებული არის და მისი ვადაა 1997 წლის ოქტომბრამდე. წარმოიდგინეთ ახლა ოქტომბრამდე და თქვენ გონიათ მის შემდეგ შეწყვეტა, მას შემდეგ არ შეწყვეტილა, ყველაფერი გრძელდება და ჩვენ მივალთ იმ პერიოდამდეც და აბსოლუტურად დავდებთ ყველა მასალას. თუ შეწყვეტა, მაშინ ჩვენ დავდებთ მასალას და ის მასალა იქნება არა მხოლოდ დოკუმენტური მასალა, მე ვამბობ ეს პრესა, არამედ ეს იქნება ვიდეო მასალა.
შემდეგი 97 წლის ოქტომბრამდე სამხედრო სასამართლოები უფრო ადრე შეწყვეტს მოქმედებას, როცა საერთო სასამართლოების შესახებ ახალ კანონს მივიღებ. დაახლოებით ეს იქნება 1097 წლის პირველ კვარტალში. მანამდე კი ისინი ძველი კანონით მოქმედებენ. მთავარია გაერკვეს, ვინ ებრძვის დანაშაულს, ვინ უყენებს ბრალდებას, ვინ ახორციელებს მართლმსაჯულებას. დღეისათვის სამხედრო პროკურატურა და სამხედრო სასამართლოები დიდ ზეწოლას განიცდიან თავდაცვის სამინისტროსაგან, ასე დროს ძნელია მართლმსაჯულებაზე. ესე იგი იმ თავდაცვის სამინისტროს უნდა რომ თავი თვითონ იყოს მკვლელი და ამ ეგრეთ წოდებულ პროკურატურას უნდა იყოს თვითონ იყოს მკვლელი, იმიტომ რომ მათ აქვთ აქ კანონზე და საერთოდ რომელ კანონზეა ლაპარაკი, რომელი კანონი ითვალისწინებს ამას, მაგრამ ერთია ზეგავლენის სფერო მოიპოვოს უფრო მეტი და აქ არის დავა თუ სამხედროს თუ პროკურატურა ახორციელებს, მაშინ პროკურატურას თავისუფლად შეუძლია დასაჯოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და თუ ხელში არის ნადავლით ჩასაგდები, ასევე პროკურატურა ჩაიგდებს ხელში და არ დაუწმობს თავდაცვის სამინისტროს. აი აქ არის ძირითადად წილების გაყოფაზე, თორე აქ ადამიანებს რო ხოცავდა ერთი მხარეს და მეორე მხარეს ეს პროკურატურა იგულისხმება და თავდაცვის სამინისტრო, ეს არის აქსიომა. თავდაცვის სამინისტროს ჩამოცილება, ხო, ასე დროს ძნელია მართლმსაჯულებაზე საუბარი, ამიტომ გაითვალისწინა კანონპროექტმა თავდაცვის სამინისტროს ჩამოცილება პროკურატურისა და სასამართლოსაგან სამხედრო დანაშაულებები ჩვეულებრივ სასამართლოებში უნდა განიხილონ, რაც შეეხება კორუფციას, მას მთელ სისტემაში უნდა ვებრძოლოთ, ეს პროკურორებისა და სასამართლოების საერთო სენია. მე ხომ უკვე წინასწარ მოგახსენეთ, ესე იგი აქ იყო მთავარი ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე, რასაკვირველი აქ ურთიერთშორის ბრძოლა ამის გამო მიდიოდა და დანარჩენი ხალხის განადგურება ორივე მხარეს ისე თავისუფლად შეეძლო, რომ განკითხავ იქ არავინ არ იქნებოდა. ავთანდილ დემეტრაშვილი კონსტიტუციური სასამართლოს თავმჯდომარე ჭრალებში, რასაკვირველია, კანონი კონსტიტუციის სასამართლოს შესახებ შემუშავებულია 13 წლის 31 იანვარს პარლამენტის ჭრალებში მიერ და უკრძალავს მოსამართლეს კონსტიტუციური კანონების და სხვა ნორმატიული აქტების შესახებ ინფორმაციის გაცემას, მიუხედავად ჩემი მოქალაქეური უფლებისგან არ შემიძლია არ გიპასუხოთ, რამდენად კონსტიტუციურია დღეს ეს კანონი სამხედრო სასამართლოების შესახებ. მოვიდა რა თავში უკვე აზრი ბრძნული, აქამდე დახოცეს და ეხლა მოვიდა გონს. ნუ რასაკვირველია, ვინმე პოლკოვნიკი ნიკოლოზ ხუბუა, რომელიც ამბობს, რომ ერთიანი საერთო სასამართლოს სამხედრო სასამართლოებს ეკრძალება მოქმედება, რომელიც ოფიციალურად სახელმწიფო ჭრალებში მეთაურის მიერ შეიქმნა სამხედრო სასამართლოების შესახებ 1992-93 წლები. რამდენად კონსტიტუციის ამოქმედება, მაგრამ როცა კონსტიტუციის ამოქმედებასა და საკანონმდებლო რეფორმების შემდეგ კანონი შევა ძალაში. თქვენ კარგად იცით რა როგორ შეუძლია ხუნტას კონსტიტუციის მიღება და თავისთავად ცხადია, რომ კონსტიტუცია იყო და აი იმ ხალხის დახოცვა კი მიმდინარეობდა. მე მინდა მოგახსენოთ ასევე აქ იგივე გრძელდება ვინმე ალექსანდრე ტალიაშვილი, იუსტიციის ეგრეთ წოდებული მინისტრის მოადგილე. სამხედრო სასამართლოები არ არის გათვალისწინებული საქართველოს კონსტიტუციის, ასევე მომზადებული კანონ პროექტით საერთო სასამართლოების, რომელი კონსტიტუციით ეგენი მოვიდა, რომ კონსტიტუცია ამოქმედა კონსტიტუციაში, რომელი სახელმწიფო ჩაწერს, რომელი ჭკუათამყოფელი ჩაწერს იმას, რომ ხალხი უნდა დაიხოცოს შუა ქუჩაში, როგორც შენ მოგეხასიათება, არასწორად გადადის ქუჩაში თუ ბარბაცით გადადის თუ ფეხი წამოს ქვას უნდა დახვრიტო ის და უნდა გაანადგურო და მოსპო. შემდეგი გახლავთ ის, რომ მე მინდა ვინმე გურამ ლილუაშვილის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ჭრალებში სამხედრო კოლეგიის თავმჯდომარე. ჭრალები გახსნილეს სამხედრო სასამართლოები ჯერ კიდევ მოქმედებს, რადგან ფაქტიურად არ არსებობს კანონმდებლობა სამხედრო სასამართლოების შესახებ. არის თუ არა სამხედრო სასამართლოების მიერ გამოტანილი უკანონო განაჩენები და რამდენი ხა ვინ აღიარებს ამას, მაგრამ აბა მოусვინოთ ამის სიყალბეს კიდევ. არის გაუქმებული განაჩენებისა და შეცვლის რამოდენი დაახლოებით ეს იქნება 2-3%-მდე. 2-3%-მდეა საქართველოს მოსახლეობა.
და ესეც არ არის დასარწმუნო, იმიტომ 0.1%-იც კი არ ყოფილა ყველა რო გაეუქმებინათ უკანონო განაჩენი, ამაზე ლაპარაკი ზედმეტი არის. სამხედრო სასამართლოები არ უნდა არსებობდეს მშვიდობიანობის დროს. სამხედრო სასამართლო არის სასამართლო და ცალკე სამხედრო სასამართლოს გამოყოფა არასწორია. ეხლა ხვდებიან, რომ არასწორია, როდესაც ამოხოცეს ხალხი. ეხლა მე მინდა მოგახსენოთ, სად მოქმედებდა ეს სამხედრო საველე სასამართლოები: თბილისი, თელავი, გორი, ახალციხე, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი, მაგრამ აქ არ არის მთლიანად, აქ არ არის ზუგდიდი, აქ არ არის წალენჯიხა, აქ არ არის ცხოროწყუ, მთელი დასავლეთ საქართველო, მთელი საქართველოს მოიცავდა თელავი და ასე შემდეგ. მე ამაზე ვაკეთებ უკვე გადაცემებს და მე მგონი თქვენ იქ წმუნდებით, რომ ხალხი როგორ იხრიტება სწორედ აი ამათი ხელშეუხებლობის წყალობით, ამათი ბრძანების წყალობით, იმიტომ რომ ხუნტა მოქმედებს აი ამ პრინციპით, სხვა არაფრით. მე აქ მაქვს კიდევ მეორე დოკუმენტი, საქმეებს განიხილავენ სამხედრო საველე სასამართლოების საქართველოს რესპუბლიკის პროკურორის ბრჭყალებში განცხადება. ამას წინათ პრესაში გამოქვეყნებული ცნობა იმის შესახებ, რომ აფხაზეთის რეგიონში შეიქმნა სამხედრო საველე სასამართლო, რომელმაც უკვე განიხილა ორი საქმე და განსაჩივრებს შეუფარდა სიკვდილით დასჯა, რაც სისრულეში იქნა მოყვანილი. სიკვდილით დასჯა, რაც უნდათ შეეფარდებინა, პირდაპირ ესროდნენ და კლავდნენ, მაგრამ ეს ამ ცნობის გამოქვეყნებისთანავე, რასაც არაერთგვაროვანი გამოხმარება მოყვა, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე საზღვარგარეთ რესპუბლიკების პროკურატურის წარდგინება შეიტანა თავდაცვის სამინისტროში და მოითხოვენ აღნიშნული სამხედრო საველე სასამართლოს როგორც ანტიკონსტიტუციური ორგანო საქმიანობის დაუყოვნებლების შეწყვეტა, იმიტომ რომ უცხოეთმა გაიგო მერე 10 წლის მერე ეს სასაცილო სატირალი რო არ იყოს გაზიარებულ იქნა, გაუქმდა ქალაქ სოხუმის სამხედრო საველე სასამართლო და კატეგორიულად აიკრძალა შეიარაღებულ ძალებში რაიმე საგანგებო სასამართლოების შექმნა და საქმიანობა, რაც შეეხება სამხედრო საველე სასამართლოს მიერ უკვე განხილულ საქმეებს, მთავარ სამხედრო პროკურატურას დაევალა მათი ფაქტობრივი გარემოებებისა და დასკვნების სისწორის შემოწმება, ესე იგი ბანდიტს ამოწმებს რა, მოკლედ რო ვთქვათ, კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება და ამჟამად საქმეებს იმ დანაშაულებათა შესახებ, რომლებიც ჩადიოდნენ სამხედრო მოსამსახურეები, აგრეთვე საინფორმაციო სადაზვერვო სამსახურეები და შინაგანი ჯარების ოფიცრები და რიგითები განიხილავენ სამხედრო სასამართლოები, რომლებიც შეიქმნა რესპუბლიკის ბრჭყალებში პარლამენტის მიერ მიღებული კანონის საფუძველზე მართლმსაჯულების განახორციელებენ საერთო სამოქალაქო სასამართლოებისათვის დადგენილი ნორმებისა და წესის დაცვით. აი ეს უნდა წაიკითხოს და ამას უნდა გაეცნოს საერთოდ ყველა სახელმწიფო და როგორ გაამართლებენ საქართველოში კანონიერი ხელისუფლების დამხობას და შევარდნაძის ჩამოტანას საქართველოში შემდეგ გაგვცენ პასუხი, იმიტომ რომ ამაზე პასუხი აუცილებლად გასაცემია და მე კი კატეგორიულად მოვითხოვ, იმიტომ რომ ამას შეეწირა ჩვენი საქართველო, ამას შეეწირა 100,000-ობით მოქალაქე, ამას შეეწირა ოჯახები, ამას შეეწირა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და აქედან გამომდინარე ყველაფერი ეს არის უდიდესი დანაშაული. ეხლა მე მინდა გაგაცნოთ, მოგადიეთ. მე მინდა გაგაცნოთ გაზეთ იბერია სპექტრში გამოქვეყნებული მასალა, ეს გახლავთ 28 მარტი 1995 წელი. მე თქვენ მოგახსენეთ, რომ თქვენ მიაქცევთ წლებიდან ჯერ 93 წელი ჯერ ჩვენ არ მოგვიწურავს და 92, მაგრამ აქ არის ისეთი საკითხები, აი რომელსაც ეხლა ამჯერად შევეხები, რომ ეს უფრო ადრე შეიქმნა და ადრე მოხდა ამის დაკანონება, ბრჭყალებში დაკანონება და აქედან გამომდინარე მე იძულებული ვარ, რომ ხანდახან წინ სწრება გავაკეთო, მაგრამ ეს იმას არნიშნავს, რომ მე იმ პერიოდს რაღაცა გადავახტები და არ ვაფიქსირებ. ნუ აქ არის ძალიან საინტერესო ოთხეულის სურათი, მაგრამ თუ შეიძლება რომ ეს გადაღებული იქნეს, მე ჯერ წავიკითხავ, თუ არ შეწუხდებით, ჯერ წავიკითხავ. საქართველოს ნათლული კომუნისტთა გაქრისტიანება მოდათ იქცა. ერთის მხრივ ეს კარგია, თუ მოექცევა გულწრფელად ხდება, მეორეს მხრივ ასეთი აქტები ბევრ ეჭვს იწვევს. მით უმეტეს, როცა ქრისტიანული მორალის ერთ-ერთი ფუძემდებლური მოთხოვნა არის ადამიანის მხრიდან ადამიანის მიმართ ძალადობის არ გამოყენება, არა კაცკლა, არა და ფიზიკური და სხვა ფორმის ძალადობა, რომ ზოგიერთი გაქრისტიანებულთაგან
ბჭყალებში გაქრისტიანების მერეც გრძელდება, ამას ყოველი ჩვენთაგანი ხედავთ. ახლა კიდევ ერთი მოძალადე კაცი გაგვიქრისტიანდა ბჭყალებში. რუსეთის სამხედრო უკაცრავად რუსეთის სამხედრო მინისტრი პავლე გრაჩოვი. რუსეთმა თავისი საშინელი სამხედრო მანქანით თითქმის მიწასთან გაასწორა ჩეჩნეთი, ასეთი უსამართლობა ქვეყნიერებას არ ახსოვს. ჩეჩენხალ ვითომ საქართველოს მეეფერად თავზე ხელი გადაუსვა და ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი და ბალტინის ჯარები თურმე გრაჩოვი არ მონაწილეობდა ამაში. აქ რატომ არ ახსენებენ ვერ გავიგე. ეს გახლავთ იბერიის სპექტრი, ეს გახლავთ ძალიან არაჩვეულებრივი პიროვნების გაზეთი, ეს გახლავთ საქართველოს შეწირული ირაკლი გოცირიძის ჟურნალისტი ირაკლი გოცირიძის, რომელიც მთელი ოჯახი შეიწირეს, მისი ორივე ვაჟიშვილი დახვრეტილი იქნა. ბატონი ირაკლიც ვერ გაუძლო და იგი ისეთ ასაკში გარდაიცვალა, რომ ნამდვილად შეეძლო მათ საზოგადოებისათვის დადებითი და ყოველთვის იგი დადებითი და შედეგიანი იყო მისის მუშაობა, ასე რომ აი აქ არის გამოქვეყნებული ისეთი მასალები, რომელიც აბსოლუტურად არსად არ იბეჭდებოდა და ამის გამო იგი ძალიან იდევნებოდა და ფიქრეს, რომ ამ ორი ვაჟიშვილის ფიზიკური განადგურებით მას ააღებინებდნენ ხალხს, მაგრამ იგი დაუმორჩილებელი მტკიცე სულის პიროვნება აღმოჩნდა. შემდეგ იმპერიაში უნდა იცოდნენ, ეუბნება კი არ ასახელებს. ამ იზოლების ერთ-ერთი ჩამდენიკი სწორედ ეს გენერალია, რუსეთის სამხედრო მინისტრი, ხო და ეს გენერალი ამას წინა თბილისში რო ბრძანდებოდა, ადგა და მოინათლა ჭალებში გაქრისტიანდა. ნათლობა შედგა ანანურის ციხის ტაძარში, მონათლა ვინმე მამა თეიმურაზმა, ნათლია იყო გრაჩოვის კოლეგა საქართველოში ჩვენი რესპუბლიკის სამხედრო მინისტრი ვარდიკო ნადიბაძე, ისიც გენერალი. ცინიზმის გაჟენთილი ეს ფაქტი ერთ ასეთ კი შეკითხვასაც ბადებს, რატომ მაინც და მაინც საქართველოში მოინათლა გრაჩოვი და არა რუსეთში, თავის სამშობლოში, იმიტომ ხომ არა რომ რუსულ მართლმადიდებულ ეკლესიაში იგი ამას ვერ გაბედავდა, გაქრისტიანება ხომ ახალი ჭალებში საროჭკის ჩაცმა არ არის, ამისთვის არ მოემზადო და ამის მერე შენი მრწამსი არ შეიცვალო, გასაცოდავებულ საქართველოში ყველაფერი დასაშვებია მის ეკლესიაშიც როდემდე. თუ შეიძლება რომ აი ეს გრაჩოვი, მონათლული გრაჩოვი და აქ არის ჯაბა იოსელიანი, შევარდნაძე, სიგუა, კიტოვანი რატომღაც არ ჩანს არ ვიცი და აგერ არის უწმინდესი, თუ შეიძლება თუ შეიძლება ახლოს მოიტანეთ, თუ მაქსიმალურად მოხდეს ეს ფოტო. მადლობთ. ამას მე შემდეგ წაგიკითხავთ, მე აქ უბრალოდ მინდა გაჩვენოთ ერთი წამით. აი სწორედ ის დოკუმენტი, რომელიც ამოვიღე აქედან, აგერ გახლავთ აი ეს. მადლობთ. ეს გახლავთ რუსეთის სამხედრო ბაზები საქართველოში 25 წლით და პლუს უსასრულობა. ამას ხელს აწერს აქ არის საქართველოს ბედი მხოლოდ ედუარდ შევარდნაძისა და მისი სამხედრო მინისტრის ხელში კი არ უნდა იყოს. ჭალებში რასაკვირველია, ხალხმა უნდა იცოდეს, რომ რა ხელშეკრულებას დებს ჭალებში ხელისუფლება სხვა სახელმწიფოსთან. ეს გახლავთ, ამაზე ხელის მომწერი პიროვნებები არიან ნათლია და ნათლული, ვარდიკო ნადიბაიძე და პავლე გრაჩოვი. ვინაიდან შევარდნაძე ღებულობს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც კანონით, კონსტიტუციით, საერთაშორისო სამართლით ყველანაირად აკრძალულია და მას არადუღის ყოველივე ეს აქედან გამომდინარე მე გადავწყვიტე რომ მაინც რამოდენიმე
ის მეთარგმნა, იმიტომ რომ დანარჩენი იგივე არის გამეორება და ფაქტობრივად ეს არის საქართველოს ოკუპაცია, ანექსიის ის კარგი და ახალი და დახვეწილი გეგმა, რომელიც საქართველოში უკვე საქართველოს მთლიანად გადასცემს რუსეთს. ბაზებზე რადგანაც არის ლაპარაკი, ბაზები იყო მოთავსებული საქართველოს თითქმის ყველა ტერიტორიაზე, ასე რომ ბაზების გადაცემა და ტერიტორიის გადაცემა შორის არავითარი განსხვავება არ არის, იმიტომ რომ შენ ხარ უკვე მის მიერ დაპყრობილი, ანექსირებული და ოკუპირებული სახელმწიფო. და ამას ვერავინ ვერ უარყოფს, აგერ არის დოკუმენტი, აგერ არის ხელმოწერები, აქ არის ფაქსიმილიეთი დამოწმებული, ასე რომ მე არაფერი არ მომიგონია და ფაქტობრივად ასე არის, აგერ არის ორივეს ფაქსიმილია, შეიძლება აქ ვერ აგერ არის, მე შეიძლება დაგისკანეროთ და მოგაწოდოთ ისე და გაეცანით და შეისწავლეთ. ეს დასკანერებული ჯობია, მე მგონი რომ გავაკეთო და ალბათ ამასაც შეგისურვებთ, იმიტომ რომ აი აქ არის ხელმოწერები, მათი ღირსეული ფაქსიმილები დაფიქსირებული. კერძოდ, რა ინტერესები გააჩნია და რა უფლებები გააჩნია ედუარდ შევარდნაძეს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში შემოვიდა რუსეთის ჯარის დახმარებით და შემდეგ უკვე საქართველოში 25 წელი პლუს უსასრულობა აკანონებს ბაზებს. მოდით წავიკითხოთ, აბა ეხლა მიახლოებით მაინც, ეხლა მე აქ მხოლოდ 8 პუნქტი ამოვიწერე, იმიტომ რომ ესეც სავსებით გასაგებს ხდის მათ მიზნებსა და ამოცანებს და გთხოვთ გაეცნოთ. რუსეთის სამხედრო ბაზები საქართველოში 25 წლით და პლუს ასე შემდეგ. გაზეთი იბერი ასპექტი. რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს რესპუბლიკას შორის დადებული შეთანხმება რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოს ტერიტორიაზე განთავსების შესახებ. რუსეთის ფედერაცია და საქართველოს რესპუბლიკა შემდგომში მოხსენებული მხარეებად თვლიან, რომ საქართველოსა და საქართველოს რესპუბლიკის რუსეთის შემდგომი მეგობრული ურთიერთობისა და ურთიერთსარგებლობის თანამშრომლობა პასუხობს ძირეულ ინტერესებს ორივე სახელმწიფოს მოქალაქეებისას, ემსახურება მშვიდობას და უშიშროებას. ორმხრივი ურთიერთობის ეტაპობრივ განვითარებას სამხედრო განვითარების სფეროში ხელმძღვანელობს სახელმწიფოთა შორის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას. გამომდინარე იქიდან, რომ საბაზო პრინციპების რუსეთის ფედერაციის სამხედრო ფორმირებების განთავსება საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე უზრუნველყოფს ეფექტურ უშიშროებასა და თავდაცვის უნარიანობას ორივე სახელმწიფოში, მშვიდობასა და სტაბილურობას კავკასიაში. აღსანიშნავია მნიშვნელობა ხელშეკრულებისა, რომელიც ხელმოწერილი იქნა ქალაქ თბილისში 1994 წლის 3 თებერვალს რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს რესპუბლიკას შორის მეგობრობის, კეთილმეზობლური ურთიერთობისა და ურთიერთთანამშრომლობის ამტკიცებს თანხმობას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დეკლარაციის მიზნებსა და პრინციპებს. შეთანხმდნენ სტატია 1. რუსეთის სამხედრო ბაზა კომპლექსური სისტემა, რომელსაც საქართველოს რესპუბლიკამ უნდა გამოუყოს რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალებს ტერიტორია მკვეთრად გამოხატულ და ურთიერთშეთანხმებულ საზღვრებში, სადაც განლაგდება საქართველოში დისლოცირებული რუსეთის ფედერაციის სამხედრო ფორმირებები. 2. რუსეთის ფედერაციის სამხედრო ფორმირებების შენაერთები და ნაწილები განურჩევლად ჯარის სახელობისა და გვარეობისა, ასევე სამხედრო საწარმო დაწესებულებები და ორგანიზაციები განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზებზე, რომლებიც განლაგებულია საქართველოს ტერიტორიაზე. 3. რუსეთის სამხედრო ბაზებში შემავალი პირები. რუსეთის ფედერაციის სამხედრო მოსამსახურეები, რომელთაც სამხედრო სამსახური გაიარეს რუსეთის სამხედრო ბაზებზე. სამხედრო პერსონალი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, რომელნიც მსახურობდნენ რუსეთის სამხედრო ბაზებზე. პიროვნებები, მეთაურები რუსეთის მხრიდან რუსეთის სამხედრო ბაზებზე. 4. რუსეთის სამხედრო ბაზების შემადგენლობა ოჯახის წევრებთან ერთად. მეუღლეების შვილები, ახლო ნათესავები, რომლებიც მათთან ცხოვრობენ რუსეთის სამხედრო ბაზებზე და იმყოფებიან მათ კმაყოფაზე. 5. მოძრავი ქონება
ჭალებში რუსეთის სამხედრო ბაზების საშტატო ქონება, მასში შემავალი ყველა სახის შეიარაღება, საბრძოლო მასალა, საბრძოლო და სხვა ტექნიკა, ასევე ტექნიკური საშუალებები, რომელიც აუცილებელია მათი ცხოველმოქმედებისა და ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. მე-6 უძრავი ქონება ჭალებში ისევ ფრჩილებია გახსნილი, უძრავი ქონების ობიექტები ფრჩილებია დახურული, აეროდრომები, შენობა ნაგებობები, სტაციონარული ნაგებობები და კომუნიკაციები, რომლებიც იმყოფება რუსეთის სამხედრო ბაზებზე და უზრუნველყოფენ მათ ფუნქციონირებას. რუსეთის მე-7 რუსეთის სამხედრო ბაზების მეთაურები, რუსეთის სამხედრო ბაზების მეთაურით ესე იგი ეს მეთაურებზეა საუბარი, რომლებიც უნდა ხელმძღვანელობდნენ საქართველოში. უკვე აქ რუსეთის სამხედრო ბაზების მეთაური თავის მმართველობის ორგანოებით, რომელსაც ექვემდებარებიან რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში მყოფი ყველა სამხედრო ფორმირება, მათ შორის ცენტრალური დაქვემდებარების ყველა ფორმირება და მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის საკითხთან დაკავშირებით. მერვე რუსეთის სამხედრო ბაზის მეთაური თანამდებობით ყველა სამხედრო ფორმირების უფროსია. აქ არის შემდეგ უკვე გაგრძელება იმ საკითხებზე, რომელიც პირდაპირ უკვე არის სამხედრო დანიშნულების ობიექტებზე და მომსახურე პერსონალზე და მე აღარ ჩავთვალე საჭირო, ვისაც გაინტერესებთ, შევბრძანდით ამ საიტზე, თუ გნებავთ მე დაგიდებთ ამაზე, რა ქვენს დაგისკანერებთ და წაიკითხეთ რა მოღალატური გეგმები არის საქართველოს წინააღმდეგ და მე შეკითხვით მინდა მიმართო ყველა ჭყალებში მიამბოხეს. კი, მაგრამ თქვენ თუ რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდით და ზვიად გამსახურდია სილი დასწამეთ, რომ მან დროულად არ განაცხადა, დროული განცხადება არ გააკეთა რუსეთში დადგმულ სპექტაკლზე, კერძოდ ეგრეთ წოდებულ გეკაჩეპესთან დაკავშირებით, რომელიც გათამაშდა 1991 წლის 19 აგვისტოს და თითქოს ზვიად გამსახურდიამ დროული შეფასება არ მისცა. ზვიად გამსახურდიამ დროული შეფასება მისცა ყველაფერს და მან თქვა, რომ ეს იყო სპექტაკლი, ეს იყო იმ მიზნით, რათა შემდეგ უკვე სახეცვლილების სახით მიიღოთ საბჭოთა კავშირი. ეს გოლგოთის გეგმა, ამ გოლგოთის გეგმაზე მე უკვე გელაპარაკეთ და ასე რომ აღარ გავაგრძელებ, მაგრამ მე ვეკითხები იმ ჭყალებში მიამბოხე რატომ არ აუჯანყდა იგივე კიტოვანი, სიგუა, ესენი, რადგან მთელი რუსეთი საქართველოში ჩამოიყვანა, მთელი რუსეთი აგერ ის გაგაცანით დსთ-ში არის და რუსეთის ტერიტორიად იქცა მთელი საქართველო თავისი სამხედრო ბაზებითა და თავისი ოჯახის წევრებით, მეუღლეებით, ნათესავებით, რომელიც მათთან ოჯახში იმყოფები, ოჯახის წევრები არიან და საქართველოდან კი გაძევებული არიან. აი მე ერთი შეკითხვაც კი არ მაქვს, ეს არის უბრალოდ ფაქტი. საქართველოდან გარბის საქართველოს მოსახლეობა უქმნიან ისეთ პირობებს, რომ დაატოვებინან და იძულებული გახდნენ და ზოგი სადგარბის უცხოეთში და ზოგი სადგარბის და ეს ყველაფერი ზუსტად ამას ემსახურებოდა, რომ საქართველო დაცლილიყო და დღეს 1,800,000-ზე მეტი იმყოფება უცხოეთში. უცხოეთი იგულისხმება ახლობელი ქვეყნები, საქართველოს ახლობელი სახელმწიფოები და შორებენ, ბლიჟნიე, დალნიე ზარუბეჟი, ესე ქვია. ასე უწოდებენ ესენი მაპატიეთ რუსულისთვის, მაგრამ უფრო კარგად გამოითქვება სრულყოფილად და ზუსტად. კი, მაგრამ ეს არ იყო საქართველოს ღირსების და პატივის შელახვა, რა ზვიად გამსახურდიაში ეძებდით იმას, რაც არ შეგეძლოთ, ესე იგი ეს ვერ გამიგია მე ამისი არსი, მაგრამ მე ძალიან კარგად გამიგია, ეს იყო დამპყრობლული პოლიტიკა, ეს იყო ანექსიისა და ოკუპაციის ის გეგმა, რისთვისაც შევარდნაძე ჩამოიყვანეს საქართველოში და რისთვისაც საქართველოს მოსახლეობა დაისაჯა და ეს სასჯელი დღესაც გრძელდება, აქ არ არის არავითარი გამონაკლისი, აქ არ დაუშვიათ, გინდ ერთმა სახელმწიფომ დაგიპყროს, გინდ ორმა, გინდ საგმა, გინდ მათმა. ოკუპაცია, ბაზების განლაგება ნიშნავს იმას, რომ ვინც განალაგა საქართველოს ტერიტორიაზე, აქ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მე ვიქნები, თქვენ იქნებით, სხვა იქნება. ფაქტია, რომ საქართველო ოკუპირებულ ტერიტორიად იყო, დარჩა და იქნება. მანამ სანამ ქართველი ერის ნებას გამოხატვის უფლება არ მიეცემათ, სანამ ისინი საქართველოს მოსახლეობა თავისი დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღიარების უფლება არ ექნება, სანამ კანონიერი კონსტიტუციური ხელისუფლება არ იქნება აღდგენილი, რომელიც თავიანთ კონსტიტუციიდან გამომდინარე და საერთაშორისო სამართლიდან გამომდინარე და ყველა
იმ მიღებული აქტების ეს იქნება პარიზის ქარტია, იქნება ვენაში მიღებული ქარტია, იქნება თუ სადაც მსოფლიოს ყველა გაერო აიღეთ ნებისმიერი სახელმწიფო და ნებისმიერი ორგანიზაცია აიღეთ, რომელიც ჭალებში გმობს ამას და საქართველოსთან მიმართებაში მე დამგმობი და დაგმობილი ჯერ არაფერი არ მინახავს. დიდი ბოდიში თუ ვისაც არ მოეწოდება ჩემი გამონათქვამი, მაგრამ მე ამას ვამბობ სრულ ჭეშმარიტებას და თუ გაქვთ სურვილი ჩემთან პაექრობისა, მე დიდი სიამოვნებით დავждები თქვენთან ერთად იმ დოკუმენტური მასალებით, რომელი დოკუმენტური მასალებით წარმოადგენს იმ მტკიცებულებას იმისა, რა მდგომარეობაშიც არის საქართველო და აქ უკვე ლაპარაკი ზედმეტი იმაზე, რომ აბა გაუბედეთ, აქ არის მთელი რიგი საკითხები, აბა გაუბედოთ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეს და მასთან დაიწყეთ ზვიად გამსახურდიას მე წინა გადაცემაში მოგახსენეთ იმასთან რომ აი საქსონია დაუშვათ და გერმანელს გაუბედე შენ რო შენი ქაური თუ უთხარი რომ შენს და არ ახარ გერმანელი და დაუძახე რაღაც სხვა აბა რომელი სახელმწიფოს მოქალაქე მოგცემს ამის უფლებას არავინ არ დათმობს სწორედ აი ყოველდღიური ქმედება იმასთან დაკავშირებით თუ რაღაც პატარა ხდება და გადახვევა ხდება კონსტიტუციიდან გამოდის აუარება ხალხი და იმიტომ რომ ის სახელმწიფო იცავს ამ კანონს და თუ არ დაიცავს მაშინ იმ სახელმწიფოს ხელმძღვანელობას დაამხობენ და მას მოსახლეობას აღმის კონსტიტუციური უფლება აქვს ვინაიდან მისი არჩეულია და ის კონსტიტუცია მან უნდა დაიცვას და უნდა შეასრულოს ის პირობა რომელი პირობაც მან დადო ღვთისა და ერის წინაშე საქართველოსთან მიმართებაში კი ამაზე არავითარი ამას რეაგირება არ მოყოლია პირიქით აი ახლა მე მინდა რომ წაგიკითხოთ კიდევ ერთი დოკუმენტური მასალა რომელიც ამავე გაზეთშია დაღუპულთა დავიწყება დიდი ხანია რაც შეგვაჩიეს ქართველი ადამიანის ღირსების შელახვას მისი უფლებების უამრავ დარღვევას ასეთი ხელისუფლები ჭალებში ყავს მაგრამ ის რაც მოგვითხოვ რედაქციის ორმა სტუმარმა სვანეთის მკვიდრმა ახალგაზრდა ვაჟკაცმა მირონ ხუბელიანმა და ჯემალ გულედანმა ყოველგვარ ზღვას სცილდება და ამიტომ ამაზეც უნდა დაფიქრდეს ქართველი ხალხი აი მათი ამბობი 24 მარტს ჩვენ მივედით საქართველოს ტელევიზიაში და მის ხელმძღვანელობას ვთხოვეთ დაეთმოთ ეთერში რამოდენიმე წუთი რათა აღვედგინა კოდორის ხეობაში აფხაზეთთან შეტაკების დროს ერთი წლის წინ გმირულად დაღუპული ჩვენი 4 თანამემამულის ომარ არღლიანის, ოთარ კვიციანის, გონელი ხარძიანისა და ალიკო კვანჭიანის ხსოვნა. ვთხოვეთ და თან წარუდგინეთ რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსის პოლკოვნიკის ჯემალ ქუთათელაძის მიერ ხელმოწერილი ცნობა, რომ ეს ვაჟკაცები საქართველოს ერთიანობისათვის დაეცნენ. და თქვენ არ გეგონოთ, რომ მარტო 4 დაეცა, მე ამის სიას წარმოგიდგენთ, მე როდესაც აფხაზეთის თემა შევეხები, ეს არის ზღვა მასალა. ასე რომ მე ჯერ აფხაზეთის თემაზე არ მივსულარ. შემდგომ წარმოიდგინეთ რაოდენი იყო ჩვენი გაკვირვება და არ დავმალავთ აღშფოთება როდესაც ცივი უარი მივიღეთ როგორც აგვიხსნეს ბჭყალებში საქართველოს ტელერადიო კორპორაციის პრეზიდენტი არჩილ გოგელიეს განკარგულებით აკრძალული ყოფილა აფხაზეთსა და სამაშობლო შრომში დაღუპულთა გამოცხადება ტელევიზიით და ესე იგი პრესას და ტელევიზიას ეს მასმედია ერთია. რა არის ეს თუ არა მორიგი შეტევა ქართველი ადამიანის ღირსებაზე? აფხაზეთის მხარე მთელი კინო და ტელეარხები შექმნა თავის გამარჯვებებზე ბჭყალებში. ყველა დაუპული აყვანილი ყავთ გმირის რანგში, ქუჩებს მოედნებსა და სკვერებს მათსახელებს არქმევენ. ყველანაირად უკდავყოფენ მათ ხსოვნას. ჩვენ ბჭყალებში ხელისუფლება კი ცდილობს სამშობლოსათვის დაღუპული ვაჟკაცების სახელები დაავიწყოს და არ ამცნოს ხალხს და ამაზე მეტი მკრეხელობა შეუძლებელია. ვინ არიან ზემოთ ჩამოთვლილი ბიჭები, ნამდვილი გვარები, რომლებიც თავდადებულად იბრძოდნენ მტრის წინააღმდეგ, არ დაჩოქილან მის წინაშე და ყველაფერი გააკეთეს, რათა დაეცოთ მშვიდობიანი მოსახლეობა, დაეცოთ ხალხის სახლკარი, საუბედუროთ ეს ბრძოლა უთანაბრო აღმოჩნდა. ამის მიზეზით ყველამ კარგად იცის, ეს ჩვენი სარდლობისა და ბჭყალებში ასევე ხელისუფლების უსუსურობა, არც უსუსურობა არ არის, აქ პირდაპირ ჩაბარება იყო და ეს პირდაპირ ანგარიში იყო იმისა შევარდნაძე უნდა ჩამოსულიყო საქართველოში მხოლოდ იმ მიზნით მიიღებდა იგი სავარძელს უბოძებდნენ თუ იგი ჩააბარებდა აფხაზეთს და შემდეგ ისევე ჩააბარდა სამაჩაბლო კარგად მოგესწენება და სამხრეთ საქართველოს ჩაბარდა ფაქტობრივად აჭარად ჩაბარებულია და ნურავი ნუ შემედავება თორემ მე თავისუფლად შემიძლია ყველაფრის ამის დამტკიცება საუბედუროთ ეს ბრძოლა უთანაბროა აღმოჩნდა და ამის მიზეზით ეს ყველამ კარგად იცით
სხვა უფრო მკვახე ეპითეტი რომ არ ვიხმაროთ მაგალითად ამ უთანაბრო ბრძოლაში დაიღუპა მაიორი ომარ არღულიანი ჩვენი მეგობარი სახმელეთო ჯარების ცალკეული მოტოსროლელი ბატალიონი მონადირის წევრი ჭალებში მონადირე რომელმაც აფხაზეთში ომის პირველივე დღიდან იბრძოლა იქ 6 ჯერ იყო დაჭრილი დაჯილდოებული არის ღირსების ორდენით ომარი დაიღუპა 94 წლის 24 მარტს დალის ხეობაში სოფელ ლათას შემოსასვლელში ეს იყო ნამდვილი ვაჟკაცი ჭეშმარიტი ქართველი პატრიოტი ამავე დროს ტრადიციული რაინდული სულის მატარებელი ერთხელ მან 5 მეგობართან ერთად ტყეში ალყაში მოაქცია 26 აფხაზი ბოევიკი და იარაღი დააყრევინა აი ასეთ და მისნაირ გმირ ადამიანების ხსოვნა საქართველოს ტელევიზია არ უთმობს საეთერო დროს მაგრამ განამარტო ტელევიზია უგულვებელყოფს მათ ნათელ ხსოვნას თვით სახელმწიფოს ბჭყალებში არაფერს აკეთებს იმისათვის საკმარისია გითხრათ რომ ომარის მარტოხელა დედა რომელიც ბორჯომის ერთ-ერთი სანატორიუმის ლტოლვილადაა შეფარებული ფაქტობრივად უსახსროდ არის დარჩენილი დღეს ის არავის ახსოვს გაზეთის საყიდელი ფული მას არ გააჩნია ტელევიზიით მაინც გვენუგეშებინა რომ მისი გმირი შვილი საქართველოში ახსოვს თუ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულებს რუსეთში დღესაც ეძებენ ეგრეთ წოდებული ნორჩი ბჭყალებში მაძიებელნი ბჭყალები დახურულია ჩვენ სადა გვყავს დასაკარგი დასავიწყებელი ქართველები რომლებმაც საქართველოს შესწირეს თავი ამერიკის ან სხვა ქვეყნების ხელისუფალი მაგალითად გავიხსენოთ ერთი მოკლულის ერთი დატოვებულის ან ერთი დაპატიმრებული თანამემამულის გამო რა ამბავს უტეხენ ისინი სხვა სახელმწიფოს ასეთი უაღრესად შამბირტავი იყო ინფორმაცია რომელიც მოგვაწოდეს რედაქციაში მოსულმა ადამიანებმა ასეთი ფაქტების მერე ჩვენ დღევანდელ ბჭყალებში ხელისუფლებას უკვირთ რატომ არ გვიჭერენ ადამიანები მხარს რატომ არის დესტაბილიზაცია რატომ არ არის ერთიანობა ჩვენსა და ხალხს შორისო ყველაფერს ამას დამსახურება სჭირდება ბატონო ხელისუფალნო ბჭყალებში ლევან შენგელაია მე გემშვიდობებით ახლა მომავალ შეხვედრამდე გმადლობთ ყურადღებისათვის კარგად ზანდებოდეთ